ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ დაეცა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად დღეიდან 1 დოლარის შეძენა 1 ლარად და 95 თეთრად არის შესაძლებელი. განსხვავებულია დოლარის შეძენის ფასები კომერციულ ბანკებში. კონკრეტულად საქართველოს ბანკსა და ბანკ რესპუბლიკაში მომხმარებელს 1 დოლარის შეძენა 2 ლარად შეუძლია. 1 თეთრითი ნაკლებად 1 ლარად და 99 თეთრად შეუძლია მომხმარებელს დოლარის შეძენა TBC ბანკში. რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, მათ უმეტესობაში დოლარის გაყიდვის ფასი ტაბლოზე ასახული არ არის. ვალუტის გადამცვლელები ამბობენ, რომ დოლარის დეფიციტია და ისინი დიდი რაოდენობით თანხას არ გასცემენ. ვალუტის გადამცვლელები ვარაუდობენ, რომ დოლარის ფასი 2 ლარამდე გაიზრდება და კურსი შენარჩუნდება. უცებთ ამ მატულობს, ხო? მაშინ ჩვენ უკვე კურს ვიჭერთ მაღალს, იმიტომ რომ ავიღებთ დოლარს, გაყიდვას ვეღარ ვასწრებ. დიდ თანხას ვერ დავახურდეთ, იმიტომ რომ უკვე შემოსლით აღარ შემოდის, იმდენ ნაკლებად შემოდის. 2-ზე რადგან ახალ წლამდე ავიდა ერთხელ, ხო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2-ზე დაჯდება.